საფინანსო ბაზრების განვითარებისა და ინვესტიციებისადმი მზარდი ინტერესის ფონზე Liberty Bank უკვე 1 წელია მომხმარებლებს თანამედროვე საბროკერო სერვისებს თავაზობს. ეს მიმართულება მიზნად ისახავს როგორც გამოცდილ ინვესტორებს, ისე ამ სფეროთი ახლად დაინტერესებულ ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ ბროკერის პროფესიონალური მომსახურება. საბროკერო სერვისები კი საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში არის, თუმცა მომხმარებელთა მზარდი ინტერესი აჩვენებს, რომ ინვესტორების კულტურა თანდათანობით მკვიდრდება და სწორედ ამიტომ ჩვენ დავინტერესდით Liberty-ს ხედვითა და გეგმებით და სტუდიაში მოვიწვიეთ სტუმრად გიორგი ქარჩავა, Liberty-ს საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი. დილამშვიდობისა გიორგი. მოგესალმებით. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა დიდი მოწვევისთვის. პირველ რიგში ჩვენს მაყურებლებს გავუზიაროთ ის ხედვა, თუ რატომ დაინტერესდა და რა იყო ის მთავარი რისთვისაც საბროკერო მიმართულების განვითარება გადაწყვეტა Liberty Bank-მა და შემდეგ უკვე დეტალურად აღწეროთ ის სერვისები, რასაც სთავაზობთ მომხმარებლებს. კი ბატონო, მივესალმებ პირველ რიგში თქვენს მაყურებლებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაიწყო და საერთოდ საიდან გაჩნდა საბროკერო შექმნის იდეა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ Liberty Bank-ი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიდის იმისკენ, რომ გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი. რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ტიპის კლიენტის მომსახურება შევძლოთ ერთ საბანკო სივრცეში. სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობის დროს ძალიან გაიზარდა და გაძლიერდა ბანკი, რასაც მეტყველებს ის ციფრები, რომელსაც Liberty პერიოდულად აფიქსირებს, ეს არის მარტივად რო ვისაუბროთ ROE, რომელიც სტანდარტულად 21%-ის ფარგლებში გვაქვს და ასევე კომპანიის წმინდა შემოსავალი, რომელიც წლამდე 20%-ით იზრდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ბაზრისთვის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ შეგვეცვალა მომხმარებლის სტრუქტურა, ანუ გაგვიჩნდა საშუალო და მაღალშემოსავლიანი კლიენტების საკმაოდ დიდი ბაზა და სწორედ აი ამ სეგმენტებიდან წამოვიდა ის, რომ კლიენტები ნელ-ნელა დაინტერესდნენ, რა შესაძლებლობები არსებობს Liberty Bank-ში იმისთვის, რომ კლიენტებმა შეძლონ ინვესტირება განახორციელონ ფასიან კაღალდებში თანხის დაბანდება და აი ამ მოთხოვნის საპასუხოდ სწორედ შევქმნით Liberty Bank-ში საბროკერო მიმართულება, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია კლიენტებს ემსახურება მიმართულებით და ეხმარება ინვესტიციების განხორციელებაში. რაც შეეხება მეორე კითხვას, თუ რას მოიცავს ჩვენი სერვისი კონკრეტულად, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ზოგადად როგორც Liberty Bank-ი არ ვართ ძალიან დიდი ბანკი, არ ვართ ასევე პატარა ბანკი და აი ზუსტად ის შუალედი, რაშიც ვართ, აი ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ზუსტად შედარებით მცირე რაოდენობა კლიენტებისთვის შეგვეთავაზებინა სრულიად განსხვავებული სერვისი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში ჩვენთან კლიენტებს არ უწევთ არანაირი ჩართულობა აღსრულების ნაწილში. ანუ ჩვენთან მხოლოდ კლიენტი გვეუბნება თუ რის იყიდვა სურს, რის გაყიდვა სურს, უკვე დანარჩენი ჩვენ მხარეს არის გადმოსული ზედმეტად კლიენტს დახარჯვა და ასე ვთქვათ ენერგიის და გამოყენება ამაში არ უწევს. რაც შეეხება ჩვენ ასევე მცირე რაოდენობა კლიენტებისა საშუალებას გვაძლევს იმას, რომ ყველა კლიენტს ყავდეს ინდივიდუალური ბროკერი. ეს ინდივიდუალური ბროკერი საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა კლიენტი თავიდანვე შევისწავლოთ, ანუ რატომ უნდა მას ინვესტირება, რა არის მისთვის სასურველი საინვესტიციო მიზანი, რა ფასიანი კაღალდები აინტერესებს, რომელი ინდუსტრიები თუ სექტორებია მისთვის უფრო მომხიბვლელი და ესია უსასრულოდ გრძელდება, თუმცა აი ამ ესე ვთქვათ მსგავსი ტიპის ურთიერთობის შემდეგ ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით კლიენტს რა ტიპის პორტფელი შეუქმნათ და მას ვეხმარებით მისთვის სასურველი საინვესტიციო მიზნების მიღწევაში. თუმცა მოგეხსენებათ, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, ფინანსური ბაზრები მუდმივად იცვლება. შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ როგორც ინდივიდუალური კლიენტების პორტფელის, ასევე ჯამური პორტფელის ანალიზს, ასევე ბაზრის კვლევას, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ შედარებით უფრო ადრე აღმოაჩინოთ საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობები და ასევე გარკვეული ტიპის რისკები, რის შემდეგაც უკვე მე კლიენტთან ურთიერთობისას ხდება ამ პორტფელის კორექტირება და უფრო, ასე ვთქვათ, მარტივად მივდივართ სასურველი მიზნისკენ. ერთია, რაც აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, როგორც საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელმა Liberty-ს, რომ ოღონდ ამას ჩემგან დავამატებ, მე გიორგისგან და არა ქარჩავასგან, რომ ბოლო წლებია Liberty-მ დრამატულად სტიგმის მსხვერპლის დონეზე შეცვალა თავისი საბანკო პორტფელი, გაჩენილია ძალიან ბევრი მიმართულება, განსაკუთრებით საშუალო ბიზნესის მიმართულებით და რეალურად როგორც გიორგი ქარჩავა გვიყვება, ამან შექმნა ის ინტერესი საბროკერო მიმართულების მიმართ, რომელიც წელიწადზე მეტია ამოქოქილია. თუმცა ბაზარზე ეს მიმართულება სხვა ბანკებში დამოუკიდებელი ბროკერიჯების სახით აქამდეც არსებობდა. მე მაინტერესებს მიღმა იმ თქვათ ბუტიკური, უნივერსალური კლიენტებთან ურთიერთობისა, ჩნდება თუ არა სხვა უპირატესობები, რომელიც Liberty-ს გუნდს
და მის საბროკერო მიმართულებას აპოზიციონირებს იმგვარად ბაზარზე, რომ ნერგავთ ახალ სერვისს, რომელიც განსხვავებული იქნება, რამაც შეიძლება დამატებით მოიტანოს ინტერესი უკვე თქვენი მიმართულებიდან გამომდინარე Liberty-ში. კი ბატონო, აი ერთ-ერთი ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც უკვე აღნიშნე არის ის, რომ ჩვენთან არ არსებობს კლიენტი, რომელსაც არ ყავს პირადი ბროკერი და არ არსებობს კლიენტი, რომელსაც არ აქვს ასე ვთქვათ მასზე შექმნილი კონკრეტულად პირადად მორგებული პორტფელი. ანუ პირადი ბანკირი როგორც არსებობს უნებაში, Liberty-ში ამ დონეზე აყვანილი საბროკერო მიმართულებაში პირადი ბროკერი. კი ბატონო, ნებისმიერ საბროკერო უფრო მჭირდება ხოლმე ვიდრე ბანკირი. კი ბატონო, ნებისმიერ საბროკერო მომსახურებას ჩვენთან ასრულებს ბროკერი, ანუ ინვესტორი ვცდილობთ რომ მაქსიმალურად კომფორტში იყოს, არ იყოს ასე ვთქვათ არ დახარჯოს დრო და ენერგია იმისთვის რომ რაღაც აბა როგორ შევიდე აპლიკაციაში, რა ვიყიდო, რა გავყიდო, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა, დანარჩენს უკვე ჩვენ მოგვარებთ იმ კლიენტის ზედმეტი შეწუხების გარეშე. ასევე მინდა აღნიშნო რომ საკმაოდ ასე ვთქვათ პოზიტიური გამოხმაურება მოყვა ჩვენს ასეთ სერვისს და უკვე მრავალრიცხოვანი კლიენტების ბაზა ყავს, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებით, ხო? კარგი, წმინდა პროფესიული თქვენი ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე, კითხვა, რომელიც ასევე მუდმივად და ყოველთვის ისმის, უკავშირდება მაინც პერიოდებს ბირჟაზე ინვესტირებისა. კი ბატონო. ეს არ არის რაღაცა პლატო, რომელზეც შეგიძლია წელიწადში 365 დღე გაწიო ამგვარი თემა, მაგრამ მე მაინც მაინტერესებს ამ პერიოდს პირადად თქვენ როგორ აფასებთ, რამდენად კეთილგანწყობილია და სწორია ეს პერიოდი საინვესტიციო. კი ბატონო, ჩვენი შეხედულება ესეთია, რომ ზოგადად არ არსებობს ინვესტირებისთვის კარგი ან ცუდი დრო. ბაზარს მუდმივად ახასიათებს როგორც თქვენ აღნიშნეთ მოძრაობა და გარკვეული ტიპის ასე ვთქვათ მიტრეკილებები, თუმცა ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს ფასიანი ქაღალდების ძალიან დიდი მრავალფეროვნება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სწორი გადაწყვეტილებები და სწორად შერშეული ასე ვთქვათ ფასიანი ქაღალდებით მივაღწიოთ სასურველ საინვესტიციო მიზნებს. ზუსტად ამისთვის ვარ ჩვენ, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ინვესტორი ასე ვთქვათ გამოცდილია, დამწყებია, ჩვენ და ჩვენი გუნდი სწორედ მაგას ვაკეთებთ, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოცემულობაში შევარჩიოთ სწორი ფასიანი ქაღალდები, შევარჩიოთ სწორი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადავდგათ და შესაბამისად ვეხმარებით კლიენტებს, რომ აი ეს მიზნები, რაც აქვთ მათ დასახული, ან ის უნდა ზუგუგების ტარგეტები, რომლებიც მათ აქვთ, მივაღწიოთ მას. ამიტომ ინვესტირებისთვის საუკეთესო დრო არის ყოველთვის დღეს და არა ხვალ. და გუნდი, რომელიც ამ ყველაფრით თქვენთან ერთად გიორგი დაკავებულია, ეს არის გუნდი, რომელიც ფასიანი ქაღალდების, საერთაშორისო ბირჟების და სხვადასხვა მიმართულებების სტრუქტურას იცნობს კარგად და დეტალურად ეცნობა ყოველდღიურად შესაბამისი გამოცდილებით. სწორად გავიგე. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია, ასე ვთქვათ, ადამიანებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, როგორც ქართულ, ასევე უცხოელ კომპანიებში და შესაბამისად არ მარტო ქართული, არამედ დასავლური, ასე ვთქვათ, გამოცდილებაც ინერგება Liberty-ში ყოველდღე. გიორგი ქარჩავა, ქალბატონებო და ბატონებო, Liberty-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, მადლობა მას მობრძანებისთვის და საუბრის ვიდეო ვერსიას ამ თემაზე სულ რამდენიმე წუთში უკვე BMG-ის ვებგვერდზეც იხილავთ. მადლობა დიდი. მადლობა სტუმრობისთვის.